საღამოშტობისა მეგობრებო, თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს ტაროსგან განსხვავებული სრულიად სხვა ციფრული ფსიქოლოგიის პატარა ვიდეო მინდა შემოგთავაზოთ, რომელშიც ვისაუბრებ თითოეული ინდივიდის, თითოეული ადამიანის, რომელიც დედამიწაზე გვევლინება, წარმატების კოდის შესახებ. ძალიან აქტუალურია ნებისმიერ ასაკში მიღწეული წარმატება ჩვენთვის და ნებისმიერ ასაკში განცდილი მარცხიც ასევე საკმაოდ გვამახსოვრდება მარტივად რომ თქვათ და დიდი გავლენა შეუძლია ამ ყველაფერს როგორც წარმატებამ ისევე მარცხმა მოახდინოს ჩვენს ცხოვრებაზე, განსაზღვროს ჩვენი შემდგომი ცხოვრებისეული ეტაპები, ან შეგვაფერხოს, ან პირიქით გაგვაძლიეროს. და ამ ყველაფერში ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო არის ის, რომ ერთმნიშვნელოვნად, გარდა სხვა ფაქტორების, რა თქმა უნდა, მე არ ვუარყოფ იმას, რომ სხვა ფაქტორებიც არსებობს, მაგრამ საკითხი, რომელსაც ახლა მე თქვენ გაგიჟღერებთ და რაზეც მინდა რომ გესაუბროთ, არის ზუსტად კონკრეტული პიროვნების, ინდივიდის დაბადების თარიღი. აი ამ დაბადების თარიღში ჩადებულია უდიდესი ინფორმაცია და ინფორმაცია უშუალოდ წარმატების კოდის შესახებ და ასევე იმ კოდის შესახებ, რომელსაც ქვია ინდივიდის შემომავალი კოდი, ანუ ციფრთა ერთობლიობა, გარკვეული ლოგიკით შედგენილი ციფრთა ერთობლიობა, რომელიც პასუხისმგებელია ადამიანის წარმატებაზე და თუ ეს ციფრები, ანუ ამ ციფრებთან დაკავშირებული ენერგიები არის მინუსში წასული, ანუ ადამიანი ამ ენერგეტიკას ვერ ამუშავებს დადებითი კონტექსტით, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად პასუხისმგებელია წარუმატებლობაზე. მე მინდა დღეს უბრალოდ ერთ-ერთი რიგითი ადამიანის, ჩემი მეგობრის დაბადების თარიღი ავიღოთ ნიშნად და მაგალითად გამოვიყენოთ იმისათვის, რომ დავადგინოთ წარმატების კოდი. თითოეულ თქვენთაგანს თუ ეს დაგაინტერესებთ, რა არის თქვენი წარმატების კოდი, როგორ შეიძლება რომ გამოიყენოთ ეს კოდი და თითოეული კოდის აი ამ კოდის თითოეული კომპონენტის მიხედვით რა ენერგიები გაქვთ თქვენ როგორც აი ზოგადად პიროვნებას, რა ენერგიებს უნდა ემუშაოთ აუცილებლად იმისათვის რომ დადგეს მაქსიმალურად სწრაფად თქვენი წარმატება და ეს ეხება აბსოლუტურად ნებისმიერ თემას, ხო? შეგიძლიათ მომწეროთ და გაგაცნობთ პირობებს ძალიან სიმბოლურ ფასად მაქვს ეს კონკრეტული შემოთავაზება თქვენთვის. და წაიღებთ ფაქტიურად უდიდეს ინფორმაციას ამ ფასად, რა ფასათაც და რა ღირებულებითაც შექმნით თქვენი ცხოვრებისეული სიკეთეების ერთობლიობას და ფაქტობრივად დოვლატს, რომელიც გამოგადგებათ თქვენი ცხოვრების განმავლობაში სრულად. მოდით ვნახოთ ახლა ნინოს მაგალითზე, რომლის დაბადების თარიღი არის 23 ჩანს მე მგონი, მაგრამ სარკისებურად ჩანს ჩემო ძვირფასებო 23 მე-12 თვე 1987 წელი. ეს არის ნინო. ნინოს დაბადების თარიღი შედგება 23 მე-12 თვე 1987 წლიდან. თითოეული ეს ციფრი დავიყვანოთ ერთ ნიშნულამდე 5 3 და გვაქვს 1987 არის 7-იანი. და ასევე დანარჩენი ციფრების კომბინაციით გამოგვყავს კიდე ორი ციფრი, რომელიც არის 6 და 3. ეხლა კი გავსაზღვროთ ნინოს წარმატების კოდი, კონკრეტულად თითოეული ცხოვრებისეული როგორ ვთქვა, ეტაპი კი არა, ცხოვრებისეული საკითხის მიმართ, ხო? დავხაზოთ, მე თქვენ გაგიზიარეთ ეს 5-ქიმიანი ვარსკვლავი, ჩემს გვერდს ვინც თვალს აქტიურად აატევნებთ, ჩემო კარგებო, და გვაქვს ესეთი 5-ქიმიანი მარტივი ვარსკვლავი, ხო? აი აქ გვაქვს ჩვენ პიროვნულობა ადამიანის, აი აქ გვაქვს სულიერი დანიშნულება,
აქ გვაქვს ფული, აქ გვაქვს ურთიერთობები, აქ გვაქვს ჯანმრთელობა. მხოლოდ ეს არ არის, რა თქმა უნდა, აქ ძალიან ბევრი ნიუანსია კიდევ, მაგრამ მოდით დავიწყოთ ჯერ ზედაპირით. ხუთიანის ენერგია ნინოს აქ პირად დანიშნულებასთან მიმართებაში, სამიანის ენერგია აქვს სულიერებასთან მიმართებაში, შვიდიანის ენერგია აქვს ფულთან მიმართებაში და ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს არის ფაქტურად ანგელოზის ენერგია და ეს რაღაცა უცებ რო გაუმართლებს ადამიანს, ფაქტურად ფორტუნას ბორბალი უზის ფულთან მიმართებაში და სწორედ ასეთ ადამიანზე გესაუბრებით. ურთიერთობებში გვაქვს ექვსიანის ენერგია და ჯანმრთელობაზე გვაქვს სამიანის ენერგია. თუ დავაკვირდებით, ხო, 5, 3, 7, 6, 3, სამიანი განმეორდა აი ამ კონკრეტულ ხუთქიმიან ვარსკვლავში ორჯერ, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულად სამიან ციფრ 3-თან დაკავშირებული ენერგია ნინოს აქვს გაორმაგებით. ანუ, როგორც დადებით, ისე უარყოფით კონტექსტში, თუ ნინო არ დაამუშავებს სამიანურ ენერგიას ისე, როგორც საჭიროა, ანუ დადებითად მაქსიმალურად, ეს ორმაგი დოზით, გაორმაგებულად იმოქმედებს მის წარუმატებლობას. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო, შემდეგ ვიდეოში თუ დაგაინტერესებთ კონკრეტულად როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს კოდი, როგორ უნდა გამოვთვალოთ და ასე შემდეგ, როგორ უნდა გამოვთვალოთ თქვენი ოჯახის წევრებს, თქვენს მეუღლეებს, ნაცნობებს, მეგობრებს, შეგიძლიათ როგორც უკვე გითხარით, მომმართოთ და ცალ-ცალკე აი თითოეული კოდის შესახებ მოგაწვდით ინფორმაციას, რას ნიშნავს ეს კოდები, რას ნიშნავს ეს კონკრეტული ციფრები თქვენ ცხოვრებაში, რა გავლენა შეიძლება გქონდეს ამ კონკრეტულ ციფრებს და რა თქმა უნდა, მოგცემთ მიმართულებას ზოგადად, ეს არ არის ჩაღრმავება, იმიტომ რომ ეს არის ზედაპირულად, თუ დაგაინტერესებთ უფრო ღრმად ამის შესახებ ინფორმაცია, შეგიძლიათ მოხვიდეთ ფოკუს ჯგუფში, რომელსაც ქვია შეცვალე შენი თავი, სადაც უკვე ხედავთ, რომ მარტივად ზუსტი მეცნიერებაა ფაქტიურად მათემატიკა, ხო? და აი ამ ზუსტი მეცნიერების გამოყენებით ჩვენ შევქმნით ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიას, არა მე შევქმნი თქვენსას, მე რა უფლება მაქვს, ხო? თქვენ თვითონვე გააცნობიერებთ, სად გაქვთ ასე რომ ვთქვათ, გარღვევა, სად გაქვთ ცოტა პატარა ლაფსუსები და როგორ შეიძლება რომ ეს ლაფსუსები დაამუშავოთ, გამოასწოროთ და მიიღოთ მაქსიმალური შედეგი. გელოდებით ყველას, ვისაც გაინტერესებთ ფოკუს გრუპის პირობები, ფოკუს ჯგუფის პირობები და ასევე გელოდებით იმ ადამიანებს, ვისაც მხოლოდ გაინტერესებთ თქვენი წარმატების კოდი რაში მდგომარეობს და ზოგადად ენერგიების გაშიფრვა, იმ ძირითადი ენერგიებისა, რომელიც მართავს თქვენს ცხოვრებას. გისურვებთ წარმატებებს, მშვიდობიან საღამოს და გელით ყველას პირად შეტყობინებაში. ხო, რა მინდა რომ გთხოვოთ, მომწერეთ აუცილებლად WhatsApp-ზე და აუცილებლად მომწერეთ. არ დამირეკოთ, უმორჩილესი თხოვნა, მხოლოდ მომწერეთ და უახლოესი შესაძლებლობისთანავე თითოეულ თქვენთაგანს გაგცემთ პასუხს. დროებით შევხვდებით ძალიან მალე.